გამარჯობა, დღეს 14 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1988 წლის 14 მარტს დაიბადა ამერიკელი კალათბურთელი სტეფ კარი. ის არის კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა. სტეფ კარი გახდა NBA-ის ყველა დროის საუკეთესო სამქულიანების მსროლელი, როდესაც 2021 წელს გაუსწრო რეი ალენს. მისი ხელმძღვანელობით Golden State Warriors-მა 4-ჯერ მოიგო NBA-ის ჩემპიონატი, მათ შორის 2-ჯერ ზაზა ფაჩულიასთან ერთად. 1979 წლის 14 მარტს დაიბადა ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი ნიკოლა ანელკა. მან ითამაშა არაერთ ცნობილ გუნდში, მათ შორის PSG, არსენალი, მადრიდის რეალი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ჩელსი და იუვენტუსი. მას მოგებული აქვს მრავალი ტიტული, მათ შორის 2-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონატი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. 1879 წლის 14 მარტს დაიბადა ფიზიკოს-თეორეტიკოსი ალბერტ აინშტაინი. ის საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. 1998 წლის 14 მარტს დაიბადა კანადელი ჰოკეისტი ტაისონ იოსტი. 2001 წლის 14 მარტს დაიბადა იტალიელ-ამერიკელი კალათბურთელი ნიკო მანიონი. 1933 წლის 14 მარტს დაიბადა ამერიკელი კომპოზიტორი, პროდიუსერი, დირიჟორი და მუსიკოსი κουინსი ჯონსი. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა თანამედროვე მუსიკაში. მისი კარიერა 70 წელზე მეტს მოიცავს. ის მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ არტისტებთან, როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი, ფრენკ სინატრა, რეი ჩარლზი და მრავალი სხვა. მას 28 გრემი აქვს მოგებული და 80-ჯერ იყო ნომინირებული, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია ისტორიაში. 1992 წელს მიიღო გრემის ლეგენდის ჯილდო. 2000 წლის 14 მარტს დაიბადა ამერიკელი რეპერი, ინფლუენსერი და რეალიტი შოუს ვარსკვლავი ქრიშან როკი. 1933 წლის 14 მარტს დაიბადა ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი მაიკლ კეინი. ის ცნობილია თავისი უნიკალური ხმით, დახვეწილი სტილითა და მრავალფეროვანი როლებით. მისი კარიერა 70 წელზე მეტს მოიცავს და იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრიტანელ მსახიობად კინოში. 1990 წლის 14 მარტს დაიბადა უელსელი ფეხბურთელი ჯო ალენი. 1886 წლის 14 მარტს დაიბადა ქართველი რეჟისორი, კინოოპერატორი, საქართველოს სახალხო არტისტი ვასილ ამაშუკელი. ის არის პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი. მან 1912 წელს გადაიღო აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში. და კომენტარე, შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული?